ჩვენ კი რინად როა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრს ინტერვიუს ბოლოს საუბრობდით. 2.400.000 ლარის არამიზნობრივი ხარჯვისთვის პროკურატურამ ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ფინანსური დირექტორი დააკავა. ირინა დავრაშელიძე საგამოძიებო ორგანოების შესყიდვებში თანხების შეგნებულად გაზრდასა და ამ გზით სოლიდური სარგებლის მიღებას ედავებიან. ყველაფერი კი კონტროლის პალატის აუდიტის შემდეგ დაიწყო. სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული საკუთარი კომპანიები, ხელოვნურად გაზრდილი ფასები და სქემა, რომელიც ოჯახურ ბიზნესზე გადის. რაში დაიხარჯა თუ გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და როგორ მუშაობდა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი 3 წლის განმავლობაში. ლევან ტაბიძე ამბობთ. არა მართლზომიერად გახარჯული 2.347.759 ლარი 3 წლის განმავლობაში. ასეთია ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები. სამთვიანი შემოწმების შედეგად კონტროლის პალატამ ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოავლინა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში 20 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, აუდიტით გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 2.400.000 ლარის ზარალი. დასკვნის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ტუბერკულოზის ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა პაციენტების საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად ჯერ ფირმების შექმნა, შემდეგ კი თავისივე დაფუძნებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შპს ბემი ნობათი გადაერიცხა 253.527 ლარი. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ცენტრის მომარაგების დირექტორის ახლო ნათესავია. ელექტრონული გადამხდელების ინფორმაციაში კი მითითებულია ტუბერკულოზის ცენტრის ფინანსური დირექტორის ირინა დავრაშელიძის ელექტროპოსტა. შპს APG გადაერიცხა 324.361 ლარი. ამ კომპანიის შემთხვევაშიც ელექტრონული გადამხდელის ინფორმაციაში ირინა დავრაშელიძე ფიგურირებს. იურიდიული მისამართი კი სარკინეთის ქუჩაა. შპს მაქეი კომპანი გადაერიცხა 83.129 ლარი. შპს სეგა გადაერიცხა 186.221 ლარი. ამ ფირმის დირექტორი ცენტრის მომარაგების უფროსის ახლო ნათესავია. როგორც კონტროლის პალატის დასკვნიდან ირკვევა, პაციენტებისთვის საკვების მომარაგების გარდა ცენტრის ფინანსურ დირექტორის სახელი კიდევ 2 კომპანიასთან ასოცირდება, რომლებიც კლინიკას მედიკამენტებით ამარაგებდნენ. ორივე ფირმა რეგისტრირებულია თავად ფინანსური დირექტორის საცხოვრებელი სახლის მისამართზე. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი კი მისი ვაჟიშვილი, ვასილ იმერლიშვილია. შპს მედტეკ ჯორჯია გადარიცხულია 170.925 ლარი და შპს მედტეკ პლუსი გადარიცხულია 127.572 ლარი. წინა შემთხვევების მსგავსად აგაც ელექტრონული გადამხდელების ინფორმაციაში მითითებულია ტუბერკულოზის ცენტრის ფინანსური დირექტორის მონაცემები. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით თანხები ტუბერკულოზით დაავადებულების ოპერაციებზეც კეთდებოდა. ამას კი ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შემდეგნაირად ახერხებდა. ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს კლინიკა ამავე დაწესებულების თანამშრომლის მიერ შექმნილი ფირმიდან საბაზრო ფასზე ძვირად ყიდულობდა. ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ბიუჯეტიდან 3 წლის განმავლობაში არამიზნობრივად 1.122.404 ლარი დაიხარჯა. დაახლოებით 55-60%-ით არის ხელოვნურად გაზრდილი ოპერაციების თანხები. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად პრობლემად რჩება ზოგადად სამედიცინო სფეროში თანხების, საოპერაციო თანხების, ტარიფების რეალურობა და მათი ადეკვატურობა. ამ დარღვევების გარდა კონტროლის პალატის აუდიტმა ტუბდისპანსერში კიდევ ერთი უკანონო ქმედება აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ცენტრში პაციენტების განთავსების დღეებს ხელოვნურად ცდიდნენ. მაგალითად, თუ პაციენტი ჰოსპიტალში რეალურად 10 დღე რჩებოდა, სააღრიცხვო ჟურნალში 20 დღე იწერებოდა. საწოლ დღეებით მანიპულირების მეშვეობით ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 999.600 ლარი. დღეს ქრონიკას მითითებულ ადგილზე ის ოფისები არ დახვდა, რომლებიც 3 წლის განმავლობაში კლინიკის პაციენტებს საკვებით და წამლებით ამარაგებდნენ. ტელევიზიიდან შეიტყო დარღვევების შესახებ ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორმაც. შეეხება დღევანდელ პრესკონფერენციას, ეს ნამდვილად სიახლეა და როგორც იყო გამოქვეყნებული, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცემათ ეს მასალები და მე არანაირი უფლება არ მაქვს წინასწარ რამე განცხადება გავაკეთო. დღის ბოლოს ირინა დავრაშელიძემ მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა. აკავებული არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინე დავრაშელიძე. დადგენილია, რომ მან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებისა და საკვების შეძენა განახორციელა მისი მეშვეობით დაარსებული კომპანიების მიერ.
ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლა ისევ გრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ცენტრის სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. კიდევ ერთი